სხვანაირად როგორ უნდა გამახარო ელი? ლაშა ძალიან ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ ბავშვი მინდა. რა მაგარია! ვაიმე რა მაგარია! გიტარი ხალხია! მაგარია! დამაწინაურეს გია! წარმოიდგინე გია დამაწინაურეს, გია რა მაგარია! ხო, რატო შემოვიდი ახლა? მარინა სახში ხო არ არის და აი კარტოფილს, ზეთს და მარილს შენც ვარ კარტოფილში არ გამიცვლით. არა. აი მე დოდო მამი და გაგიჟდება გია ამას რომ ნახავს რა. ჩვენ ამ კაცს გადავრევთ. მეც ახლა შენ მეუბნები რომ შენთან სახში იყო ვიღაც უცხო ბებია, რომელმაც მუშას უთხრა რომ ჩემი კედელი მოენგრია? ეს გენა დაუჯერო? რა არის აქ დაუჯერებელი ვერ გავიგე. არა. რაც ნინო წავიდა. ისეთი დეპრესია მაქვს, რომ არაფრის ჭამა არ მინდა. იმიტომ არ გინდა 5 წუთის წინ ჩასკდი იმდენი ჭამია. მიგრა შუაშია. რა ვიცი. ხოდა თუ არის მომეცი ეს კურვასანი ბევრს როტლიკინეთ. ლაშა მომილოცეთ. ორსულად ვარ. ესა ტესტი გაიკეთე? არა, ტესტის გაკეთება ცუდად მაქვს დაცდილი. როცა ვიკეთებ არასდროს ორსულად ავრავ ხოლმე, ხო და ახლა გადავწყვიტე რომ არ გავიკეთო. ჭკვიანურია. და საიდან იცი ორსულად რო ხარ? სულ გულის რევის შეგრძნება მაქვს, თავბრუნ მეხოვა, სულ ჭამა მინდა და ლაშა. მუცელი აშკარად გაბერილი მაქვს, ხო? აბარა. ნუ ახლა ბოლო ორ სიმპტომს თუ დავეყრდნობით, მეც არაერთხელ ყოფილვარ ორს. ძალიან ბედნიერი ვარ. ლაშოდან ზუსტად ვიცი რომ გოგო მეყოლება. საიდან იცი? გრძნობ. შე, ასე გრძნობდი შენც ნიკაზე. მაგრამ ხო, ვიცი ლაშა, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი რომ გოგოა. იმიტომ რომ გრძნობ რომ ბიჭი მეყოლება. ხო და ჩემი ინტუიციის მისხედვით თუ გრძნობ რომ ბიჭია, ესე იგი გოგოა. აჰა, ხო, კარგი. მაგრამ ისე რა მნიშვნელობა აქვს ბიჭი იქნება თუ გოგო? თუ ბიჭი იქნება, გაიზრდება, ვინმე გოგო შეუყვარდება, ის გოგო გულს გაუტეხს და ეს იქნება უბედური. თუ გოგო იქნება, გაიზრდება, ეს გოგო შეუყვარდება ვინმე ბიჭს, გაუტეხს გულს ეს გოგო იმ ბიჭს და იმ ბიჭის სოდით ვერ გაიხარებს ვერას. მადლობა ლაშა. გონი აღარ მინდა ბავშვის გაჩენა. ხო, კარგი, მაპატი ელენე, ხო იცი რომ ძალიან დეპრესია მაქვს. წავიდა ნინო და წაიღო ჩემი გული. კუჭი წაიღო ჯობდა. ნიკა, დედიკო, შენ დაიკო გინდა რომ გაგიჩნდეს თუ ძამიკო? რა ვიცი, სულ ერთია, სანამ იმ ხელა გაიზრდება რომ ჩემ დავალებებს დავაწერინებ, მანამდე მე სკოლას დავამთავრებ. ელენე, როდის მიდიხარ იქნებთან? ჯერ არა ადრეა ლაშა, თვის ბოლოს წავალ. იქამდე ჩემთვის აუცილებელია დასვენება, სეირნობა, სუფთა ჰაერი, კარგი კვება. და აი კრუასანი მომაწოდე. ალბათ მინდა ორსულობა. აბა, რა სიტყვი მამიდა. კარგია, კაცო, კარგია, დამძვრა ხელები. კაცი, კოჭებთან მაჩვენე როგორ მოხდა რობლიკა, სტატ. ხო, კარგია, მშვენია. ხო.
ეგ არის. ძლივს არ ვიშოვე, ხა ჩემი თანამდებობის შესაფერი სიკონსტანცაც მეტი კაცო. რას ლაპარაკ? აბა. სად ნახე ბიჭო გიასთან? ხო, აბა ჩემთან არც მიზებნია და ხოთა შორის მამიდა ნახე კიდე რაღაცები წამოვიღე. თორე ამათ ამოაშენა ეს კედელი, ხო? მე უკვე ძნელი იქნება, ძნელი რთული, აბა რა, ნახე რამდენი რაღაც წამოვიღე. და გეყოფა ბიჭო მე ეს. მეყოფა მამიდა, აბა რა ვიცი. მეყოფა რა ვიცი. ჩემ ცხოვრებაში ხო ყველაფერი დროებითია. არქივიდან გამომაგდეს დროებით უმუშევარი ვიყავი. მე რა ვქია დროებით სტაჟიორი ვიყავი, მე დროებით საბარო ავარიაში მიყვა, დროებით კახას სანაშემწე ვიყავი, ახლა დროებით კახას უფროსი ვარ და ესე რა ვიცი, ხო ყველაფერი დროებითია ჩემ ცხოვრებაში. ატა უი მე წელი, ვაიმე. არ მინდა შენი დახმარება, მე თო გავაკეთებ ყველაფერს. უბრალოდ ვიდეო დაგასკორო. აი ეგეც ადმე, მოშორებით დაგე ჩემგან. მე ეგრე დაგეწყო, არ მინდათი დაგეწყო, პატათი რო დაიწყრა, გამიხით. და ამას ხო არაფერი არ ეხერხება, კაცო. არც მამამის გავს და ბაბუამის? რას ქვია, აბა ნაშვილები ვარ. ვიგი შვილებდა ბიჭო შენ, შესაძოდაო შენ, გაუშვი. გია. ესე ძალიან რა ტოჩქარობ ამ კედლის ამუშენებას. იმიტომ რომ შვიდად ვიცხოვრო. აიგე? აჰა. და ისე სხვადასხვა გაითვალისწინე, ძალიან ფხიზელი ძილი მაქვს. და გუში ღამე სამჯერ რომ შემოხვედი, ჩემთან გავიგონე. სხვათა შორის არც ისე ფხიზელი გქონია 5 ჯერ შემოვედი. რა გინდოდა? რა მინდოდა? რა არის ის, რა ქვია? რა მინდოდა ტელევიზორის ყურება მინდოდა ხო ხდები და დოდო მამიდეს ძალიან ფხიზელი ძილი აქვს და მომერიდა რა ეხა ხო არ გავაღვიძებთ ხო და ვიფიქრე გიასთან გავალიქ უყურებ მეთქი და თან გია ხო ხდები ცოტა ისე ფილმს უყურებდი რა ხო და ხდები ხელს ნუ მიშლი უნდა ავაშენო შენ ხო ცოტა ყურს გაკლია და მეთქი ვარ იმიქო რა ყურს გაკლია მე რატო ვიცოდი ეს მე რა ვიცოდი უთარ ახლა მაღლა უყურებდი ხელს ნუ მიშლი ეხლა უნდა ავაშენო კიდე ეს გია იცი რა ქერი ეს კედელი ცოტა იქით რო გაწიო აი ცოტა იქით 1-2 დეციმეტრით რა სიტყვი მოიცა ეს კედელი იქით თუ იყო მაშინ ჩემს საჯეროდე შეგუშებდიოდი შენ ხო გასუქდი გია ამ ბოლო დროს კაცო აბა გაიტრემეს გეტყვი და ყურადღებით მომესვენი რა რო იცოდე ისე წესით ამ კედელს შენ უნდა აშენებდე მე კი არა მე რატო უნდა ვაშენებდე მე დავანგრე შენ ააშენე ყველაფერს მე ხო არ გავაკეთებ რას ქვია შენ უნდა აშენე სამსახურში არ გაგვიანდება წადი რა უი ეგ კაი გამახსენე ერთ წუთი დავრეკავ გაგზელ გია ალო ხო ისა დღეს მე ცოტა დამაგვიანდება ხო სახში მუშა მყავს და ამათ ხო ის თავზე თუ არ დაადექე რა ხო კარგი ხო რა წუწურაკი ხარ გია რა ადექი და ერთი მუშა დაიქირავე და მიეცი ფული და ამოაშენებს რა შენ თუ რო აკეთებ რა თქმა უნდა მე თვითონ ამაშენებდა რას ააშენებ ხა თუ ფულის პრობლემა გაქვს მითხარი და მე მოგცემ მიეცი და ააშენებ რა 5 ლარი 5 ლარი რომელი მუშა აგიშენებს ახლა იმ კედელს მე შენ სულ ისე უფასოდ აკეთებ და მიეცი და აგიშენებ ხო მაგა და მოგეჩ ჩემ 5 ლარი დააწყრავდი როგორც წადი დამანებე თავი ხო კაი წავალ გია და კი რა უნდა გითხრა იცი ერთი წუთი მოდი რა მოდი ერთი წუთი რა ომის აი აქ საიდუმლო კარი ხო არ გაგვიგებინა საიდუმლო კარი გავაკეთოთ ხა არა გია მარტო მე და შე რო ვიცოდეთ და მარტო მე რო ვიცოდე არა მოდი სავაშენებ ამ კედელს მოგიშენო საერთოდ თავიდან აი დაწნადი ერთი წუთი რა განერვი რა არ გია შენი საქციელი მოგწოს ხა ჩვენი მეგობრობის შორის აშენებ კედელს კედელი კი არა აი ამ კედელში მე დელს გავიყო და იქით დავობამ დათვს რომ ვერასოდეს ვეღარ გადმოხდა კარგი აშენებ ცოტა თხელი კედელი მაინც ააშენე რა უნდა ავაშენო თხელი კედელი რატო და იმიტომ რომ შუქი შემოვიდეს ხოლმე იქიდან ჩვენ ელექტროენერგიას დავზოგავთ აღარ ავათებთ ამ პატარა ხვრელი მაინც დატოვე გია პატარა ხვრელი მაინც დატოვე კედელში რა ხვრელი აბა როგორმე ხომ უნდა ჩაყოთვან ცხოვრებაში ცხვირი კაცო პატარა ხვრელი დატოვე ცხვირი დამანებე თავი რა ნუ მიშლი ხელს რა წადი სამსახურში ხომ მიდიხარ წადი რა ეს აი ნახევარს ავაშენებ მეც ვეღარ მოვასებ ან შენ ხელს თუ შემიშლი ვერაფერს ვერ გავაკეთებ კარგი მივდივარ ხო თან ბარემ შენ გია დასული ხარ და რომ ჩემი მუშაობას მე 2 პური ამოიტანე კაი წავედი კარგი ერთი წუთი ხო გავიდა ჩი აბა წავედი კოცხი შენი რა გინდა ხო დავამთავრებ უკვე ამას ნამდვილად ოჩახ გია ოჩახ ეხლა ჭამოთ არაფერი არის აკაც არაფერი არის ოხ მარინა როდის მოხვალ რა არის ეხლა ეს აბა რა ვჭამოთ ახლა მე და ბექა რა მამა
ეს სარეცხის მანქანა როგორ ირთვება? ნახე რა რას გავს. მე ყურასეჩი რა. ოდნავ ვარ დაგუჭირდა ამოხდა. ჩაიძე კაცო, შავლაში ჩაიტანია და ეგ არის რა. აუ ესეც არ ვარგარ. არასწორად აკეთებ და იმითო. ჩაიტანია კარგად და მე შარველი აიწია. ბოლომდე რომ დამალოს, გაიგე? მიმიში კაცო. ჩაიტანია ეს. ესე ქუჩაში არ გახვიდა სისხლია. საჭმელი გვაქვს რამე მამა, იცი როგორ მშია. აქტობერია თარაფერი. ან ნუ ისეთ რამე არასაც აზრი არ აქვს ახლა. 8 ფეხის მომხარშავე მე არა ვარ რა. არა უშევს ამას ვიპოვე და გავაკეთე მამა ნუ გეშინია. მარინა მაინც მოვიდეს რა რამეს შეწვალდა რა. მარინა კი არა და ვინმე მაინც მოვიდეს რომ შევწავდით რა. გვერცხია მამა. გვერცხი შევწავთ ხო გინდა? კი. რამდენი გინდა? 2. კარგი, მაშინ მე 10-ზე შევწავ და 1-2 მაინც გამოვა ნორმალურად. მაშინ მოიცა, არ გინდა. იცი რა, ისე ჯობია მარინას დაურეკოთ და კითხო როდის მოვიდეს რა. მართალი ხარ, 10-ზე დავწვა მე ვიცი ზუსტად. მარინა, მე ვარ როგორ ახარ? ჩენ არა გიშევ, დედა შემიგურადი. კარგად, ძალიან კარგი. არაფერი ისე, მე და ბექონოს გვინდა და გეკითხა, სახში როდის მოხვალ? საღამოს? ხო, საღამომდე მე და ბექა ცოცხლები ალბათ აღარ ვიქნებით და ისე რა, როცა დაგვარხავთ, ჯერ ხორცები დაგვაყარეთ, მე კიდე ვიცა. ვიხუმრე, მარინა. მარინა, ვიხუმრე. კარგი, დამშვიდი, რაღაცას მოვახერხებ, თუ რა მოგივიდა ხო? რატო დამარეკე რა? აი ხლა ნელ-ნელა ხვდები რატო სვამენ დედების სადღეგრძელოების განსხვავებულებით. ო, რას მიყურებ? აგერ აი 2 დღეა მარინა სახლში არ არის და აირია ყველაფერი რა. არაფერი არ აირია. რაღაცებს დაეთყვე ხლა, ხო მარინა წასულია, მაგრამ მე ხა მართლა ეგრე კი არ არის. აი ტელევიზორი სულაც აჩვენებს ახლა. მარინას არ ყოფნის ბრალია? მამა, ამ ტელევიზორს იმდენი მტვერი ადევს რომ აღარ ჩანს უკვე არაფერი. აჰა, შეგედი? ой, მე იმის ლავში რა კარგად გამოჩნდა. მინდა ერთ ორი სამი ზოლი კიდე გავიგე. ასე რომ დიახ, მარინა რო არ არის, აირია ყველაფერი. იძახე რამდენიც გინდა ეგ. მე მაინც არ დაგეთანხმები. აი მაგალითად ეხლა საჭმელი რო არ გვაქვს, ეგ ჩემი და შენი სიზარმაცის ბრალია. მარინა არაფერს გულში არ არის. თუ გინდა ნუ დამეთანხმები, მაგრამ შენს კარგად იცი რომ მარინა რო არ არის, ვერაფერს ვერ ვაკეთებთ მე და შენ. რა და კიდე თუ არ დამეთანხმები, აი ეგ ჩემი ზედა გაიხადე და საიდანაც აიღებ მეორე კარა და შენი. კარგი ბატონო, დაგეთანხმები. როცა მარინა სახში არ არის, მე და შენ ოჯახის საქმეებში გვიჭირს. და ესე მტვერზე გამახსენდა, ჩემო ოთახში იმდენი მტვერია, რომ რამე ხო არ ჩაგვეთესა. ისე მამა, შენ მიდიხარ? შენ და ლაშა რომ ამბობდით რაღაცა უნდა დავლიოთ. ხო. დეპრესია აქვს. მაინც გვერდზე უნდა დავუდგე, ხო ესე რაღაცა დავლევთ ალბათ, ცოტას გავამხიარებთ ცოტა რაღაცა. გვიან მოვალ სახში დღეს. ხო, მეც წასასვლელი ვარ და ალბათ მეც გვიან მოვალ სახში. პოროხა იქნება, მე გავახე. პოროხა თუ იქნება გავუღე. პოროხა გაიბიჭია. პოროხა, ბეკუშ. გამარჯობა გია. პოროხას გავამარჯოს, როგორ ახარ? რა ვიცი, კარგად, აი ბეკუნას გამოუვარე გავალ სადმე რა. ხო, რა, აი კარგია, მაგრამ იცი რა, ხელებით ლაპარაკი არ გინდა რა, თორე ეხლა ესემშია. ასე მგონია რომ ძეხვებს იქნება ესე. ძალობე გამოვიცრუ და მე ლაშას გავული. დამასკეთ. მაგარი როჟა, რაზა. ბეკუ. რა შვები აბა რა ვქნათ დღეს? რა ვიცი, ვერ მოვიფიქრე რა ვერაფერი. ბიჭო, ის გოგოები რო ნახოთ აი შენი კლასელები რო იყვნენ რა. თან ხო გევასება ერთი. ანი? ნო. ოკეი, კარგი გოგო. ბიჭო, ხო დაურეკე ნომერი ხო იცი და წავიდეთ რა სამ. ხო წავიდეთ რა თქვენ წადით რა ვიცი. ხო, ეგ კარგი აზრია, კარგი აზრი. მაგრამ ფული რო არა მაქვს. უი, იცი რა, დღეს მამა ჩემი მიდის ლაშასთან ერთად სადღაც გვიან მოვალო. ხო და რო დაურეკო? ხო, აბა რა უნდა ქნა. მაგრამ მიტყდება. რა გიტყდება, უნდა დაურეკო, აბა რა უნდა ხნა. აუ, არ ვიცი. რატო არ იცი? რატო არ უნდა დაურეკო? ხო გევასება რა. კი. ხო მოგწონს? კი. მოიცა ეხა შენ გევასება თუ მოგწონს? რა ვიცი, მომწონს. მოგწონს. ხო და რა გინდა აწყობილი გაქვს რა, ყველაფერი დაურეკე, დაპატიჟე, შენთან უთხარი რომ გევასება იასნა არ გაქვს, ხო ნათქვამი ჯერ. ხო, არა, ჯერ არა. ხო და დაურეკე რა უნდა ბიჭო, არ უნდა ეხა ეს მეზარება და მიტყდება და რაღაცები გოგოს ამოყვანას რა უნდათო? არ გახსოვს მე 12 კლასში ქართულის მასწავლებელი რომ ყავდა ამოყვანილი? პოროხ.
ეგ ხალი გამზადებდა გამოცდებისთვის და ვალდებული იყო რომ შენთან ეულა ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს. და გოგოს ამოყვანა მარტო ამოყვანას კი არ ნიშნავს. თან ამ გოგოსთან ანისთან სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს რა, მომწონს თქო, ხო გითხარი? და აი ამიტომ იტყდება მისი აქ დაპატიჟება და არა იმიტომ რომ მრცხვენია. ბეკუჩაი შენ ძმობას ფიცა ვარ შენ რო აყალი ბეფა აზრს ჩვენ კომანდაში ეგრე ვაფშე ვერავით ვერ აყალი ხო ეხლა დავანებე თავი მოკლედ დაურეკავ და თუ დამთანხმდა ხო კაი და თუ არ დამთანხმდა და რა ვქნა ხო ნუ მაგას არ გეუბნები მეც მიდი და ხო შენ ხო მაგას მეუბნები დავდე ახლა მე ხო და იცოდე ხო თუ ნახავთ იცოდეთ რომ აი პახმელის გამო იქნება გაბოროტებული მეტი არაფრის გამო. დალე ვასაპირებთ კი ავიზი. მაგარი როჟა დალე ვასაპირებს. აგერ როგორ მომასვა ეგრევე. არ გვინდა კი ამდენი. დამიჯერი არ გვინდა ამდენი რა. კარგი რა, ხა არ ვისოდე მე შენი ამბავი რა, ლაშა. გასაგებია გია, მეც ვიცი ჩემი ამბავი, მაგრამ ამდენი მაინც არ გვინდა. კარგი, ცოტას ვეთქვი მაშინ. ცოტა უთხარ. მოკლედ. ესე იგი 180 ხინკალი. 20 ქალაქური დანაშენ ფთიულური. ხო, ესა გებოდი შენ. და 5 სოკოს ხინკალი. ხო, კაი. ესე 2 კანჭი. ნეკნები 3 და 4 მწვადი. აჰა. ეგრე რა გია, ეგრე რა. აღორები ხო არა ვარ თქვა. უცებ რას მოვიდა შენ? ყველს, კიტრი პამიდრის სალატს და მწნილს. მოვისმენე ხა ესე იგი 2 სალათი მოიტანე უცებ. ხო, კიდე მოიტანე აი მაგიდაზე რო არის. აი ეს მოიტანე. 3 მოიტანე ისა. ხო. და კიდე მოიტანე ბლომად პური. გაიგე? აი პური იმდენი უნდა იყოს რომ აი რომ დავიწყებ ჭამას, აი რომ აღარ გავჩერდეთ რა. ხო? გაიგე? გია. ხო. აი ხლა გიყური. გიყურებ და მეშინი, ამიტომ რომ ვიღაცას მაგონებ. ეს ვიღაცა ვარ მე. და მაგიტო უფრო მეშინი. არა, ჯიგარი ხარ. აი ამიტომ მიყვარ შენთან ერთად კეიკო. აი მე ჯიგარი კი არა ბიჭო, აი დამიჯერე. აღდგომის პასკის მე არაფერი აღარ მიჭამ. კარგით, გადავამოწმებ ახლა რაც შეუკვეთეთ და არა, შეგენაცვალე, გადამოწმება, შენ მთელი დღე არ მორჩები ახლა. არა, მე გიყურებდი, ძალიან ყურადღებით იწერდი. ასე რომ, მიდი ახლა, მიდი მოიტანოს, მიდი. აი. აი დღეს იმდენი უნდა ვჭამო რა, აი დღეს იმდენი უნდა ვჭამო რომ აი მე ხვალ საჭმელის პახმელი არ მქონდეს რა. დაართულია, ძალიან ძნელია საჭმლის პახმელია გია. ხა, გია მომისმინე, შენ არ თქვი რომ აქ ძველი საჭმელი აქვთო და რაღაცა. არა. იცი რა, აი როგორც კი ეთქვი, აი მალევე მოვაქვთ რა, რატო იცი, იმიტომ რომ ხა სად ახალი საჭმლის გაკეთება, სადღაც გუშინდელის გაცხელება გამიგე და სამაგერო ძალიან მალე მოვაქვთ რა, ხო? აი, საჭმელებზე მოვჩვით ახლა? ხო. აბა ახლა შემოლაშა მითხარი რა ხდება შენ თავს? ნუ მკითხავ რა, მკითხავ. არა გია იცი რომ თავიდან სულ სხვანაირად უყურებდი რა ყველაფერს რა. რაღაცა ხუმრობით უყურებდი, მაგრამ მე მივხვდი რომ ნინო მართლა შემიყვარდა. მართლა შემიყვარდა. იცი რატომ? იმიტომ რომ ნინო არის ძალიან ესეთი ძალიან კარგი ადამიანი. თბილი პიროვნება. გემრიელი რაღაცას მოსიყვარულე. ბოდიში რა ლაშა რა. მაპატია რა. ეთქვა აი შენთან საუბრისთვის ჯერებ ზათარავა რა. აი დამიჯერე ყველა შენი სიტყვა ხარჩოთ ტრანსფორმირდება ჩემთვის და ესე მესმის რა. კარგი ხარჩო, თბილი ხარჩო, ზრდილობიანი ხარჩო. დროზე მოიტანეთ საჭმელი აღარ შემეძლება. მოუტანეთ კაცო, მოუტანეთ მართლა. მე ადრე მეგონა რომ ჩემს ცხოვრებას აზრი არ ქონდა საჭმლის გარეშე. რასულელი ვიყავი რა, რასულელი ვიყავი, ეს როგორ მეგონა რა, უტვინო რა. იცი რას მივხვდი ახლა გია რომ ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს ნინოს და საჭმლის გარეშე. ხოდა, შემოგია, მოდი ამჭიქით. სიყვარულს გაუმარჯოს რა. გაუმარჯო შემოლაშა. გია, აი ხლა ისეთი სიტუაცია რომ აი რაღაცა დარდიანი სიმღერა მოხდება, ვიმღეროთ რამე თუნდაც იყოს იმედო მეშველიანის. ჩავაწვდი ხო ქართული სიმღერის არს. კაი, ვიმღეროთ. ერთი კაი სიმღერა აქვს. გოლი დამეწვა.
მედი დაიწყე და მე აკვები რა. ლაგოდეხში ჯიგარი ხარ გია, არ გვინდა სიმღერა რა. არ მაშინ დავლიოთ. ისე გამხიარულდეთ ჯობია. კარგი, დავლიოთ მაშინ. დავლიოთ. ხო. ეხლა დაშა, ეხლა მე და შენ კი რაღაც სალაძოები ვთქვით, მაგრამ ხო. დავიფიქრე, იცი ეხლა. რადგან დღეს ასეთი განსაკუთრებული დღეა. განსაკუთრებული დღეა ხო ეხლა შენ დეპრესია გაქვს. ხო. მე მშიერი ვიყავი, კაცო. ხო და ეხლა რაღაცა, იცი, რამე ორიგინალური სადღეგრძელოები ხომ არ თქვა თქვენ, რომ უფრო გავხალისდეთ ხო რა, რასით. კარგი აზრია, კარგი, ხო. შენ თქვი მე შევჭამ. ეგ რაღაცა ეხლა რაღაცა ესეთი შეულებრივი სადღეგრძელო გამოვიდა და მე გეტყვი. მოდი ამ ჭიქით. ჩემო ლაშა, აი ამ კანჭს გავუმარჯოს. წარმოიდგინე, ლაშა, ეხლა ამ კანჭს სადარულია. ტყეში, ღრეში. აი ეს მთაში, ბარში, საკუთარ ქაქში. და რა არ უჭამია? წარმოიდგინე ეს ვაშლი, მსხალი, პანტა, რკო, საკუთარი ქაქი, რა ვიცი. მაგრამ ეხლა აი აქ დევს და ჩვენ სუფრას ამშვენებს. ამიგე? ისე თუ გე გადაიღე რაღაც მორიდებულად ახლა. გადაიღე. აი კანჭი გადაიღე. არა, იყოს, აი ყველი მომაწოდე, ხო იცი გიჟდები. ყველი ყველზე кейფით. მომეცი კაცო ეს კანჭი რა გიჟდები, კარგად შემარჯვეს არაფერი არ ჯობია. ეგრე რაღაცა. მართალი ხარ გია? გაუმარჯოს კანჭს. კანჭს გაუმარჯოს. აი, ხედავ გია. ისეთი დადარდიანებული ვარ, აი. ალკოჰოლიც ვერ მერევა რა. თუ იმდენი კონიარი მწვადი ჭამე რა, მუცელი ამოგეგლისა და ალკოჰოლი მაგიტო ვეღარ გირევა. რატომ ჭამე ამდენი კონიარი მწვადი? იმიტომ რომ დადარდიანებული ხარ ძმაო. თორე სხვა დრო შენ ამდენს როდის ჭამ? 100%-იანი. ეგრე. კარგი ვქენით გია რა. კარგი ვქენით აქ რო წამოვედით. გულ გადავაყოლებ ცოტას. აბარა. თორე აი სახში ვიჯექი და ან სულ ჭამდი, ან კიდე სულ ლექსებს წერდი. ნუ ლექსებს წერდი? კარგი, აუ ერთი ლექსი თქვი, აი ამ კანჭს მოუხდება ეხლა რა მე. ლექსი არა. ლექსი ჯერ არ დამიწერია, იმიტომ რომ სულ ჭამდი და დრო არ მქონდა. აი მაშინ რამე ესეთი ორიგინალური სადღეგრძელო თქვი. ორიგინალური სადღეგრძელო ორიგინალური. კი, დასხი გია. მოდი გენაცვლ. გია, ჩემო კარგო რა. ჩვენ თბილისელი ბიჭები ვართ. ხო და ჩვენი თბილისის უნდა მოვეფეროთ. იმიტომ რომ მისი ყოველი ქუჩა, ყოველი გამზირი, ყოველ დილით აქეთ გვეფერება. გვეფერება, გმოძღვრავს. ბიჭებო, თქვენ ხართ ჩემი შვილებიო და იმდენი უნდა მოახერხოთ რომ კაცებად დარჩეთო. მოდი ამ ჭიქით. იმ ხალხს არ გაუმარჯოს. ვინც აი ესე ზეპირ სადღეგრძელოებს ამბობს რა. მოიფიქრე რაღაც ახალი კაცო თქვი რაღაცა. მოკლედ სანამ ქალბატონი ვერიკო დაბრუნდება, მანამდე შენ დაიკავებ მის თანამდებობას. ვიცი, კახა ვიცი, სხვათა შორის გუშინ დამირეკეს და მითხრეს უკვე. ხო და ამ ამბის გულისთვის გუშინ ადრე დავწექი. რო ადრე გათანებულიყო, ადრე ამდგარიყავი, მოусულიყავი შენთან და დამეცინა სიდაბლეზე. როგორც თანამდებობები, ისე ფიზიკური თვალსაზრისით, აბარა. მე ხარ სამსაათზე გამოვიდა და ვეღარ დავიზინე, თავი მკივა გამოუძინებელი ვარ. რა მაგარი ოთახია. ბატა, ეს შენი კაბინეტი არის? ისი, ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი, უბრალოდ აი სახელური აი ქუნდა და გავაკეთებინო, რომ დაუკაკულებოდ ვერ შემოხვიდე ხოლმე. სიმაღლეზე რო აღარ უნდა მეხუმრო და გავიწყდა. მე მგონი მე ერთხელ უკვე აღნიშნე, რომ არ ხუმრობ სიმაღლეზე, მე ვხუმრობ თანამდებობის სიმაღლეზე, ხო? და არ უნდა ამას ლაპარაკი და დაუსვა წერტილ ერთხელ სამუდამოდ. ხო. რა მაგარია, კახა, რა მაგარია, წარმოიდგინე, ესე იგი, ჩემი შეფი გამოვდივარ. რაღაცა პოეტურად გამომივიდა, ხო იცი, ჩემი შეფი გამოვდივარ. ძალიან მაგარია. ხო, აი ეს ჩაიწერე ეს რაც ქვია ხა და თარიღი მიაწერი, მიდი. უშ ეს ყავის სავარძელი ჩემია? კი, შენია. ვაიმე, მართლა ჩემია ეს ყავის სავარძელი? კი, შენია. აუ, რა მაგარი სავარძელია, ვაიმე. ეს ნამდვილია, ხო შენ? ვაიმე, რა მაგარია, ნახე რა მაგარია. მომისმინე შენ.
ეხლა ამის გარო დაუშვათ ტყავის ჟილეტი რომ შევიკერო და აქ ჩაოლები ხისკენ რო დავგო, ხო შეიძლება? შემოხინა, არ მიხდება ტყავი, ახლა შემოხინა ბეთი. პატა, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ხარ და მეტი სერიოზულობად მართებს. უი, მართან ეხლა. ტრიალებს შევთანხი რა მაგარია, ტრიალებს ნახე რა მაგარი სამასელია ტრიალებს. აი მე გულინერება, აი ჩამო. არ დამთავრებია რაღაც კიდე უნდა გითხრა. მეც უნდა გითხრა რაღაც. კახა, იმედია ეხლა შენ თანამდებობა დაწინაურება თავში არ აგიბარდება და ისეთი ურთიერთობა გქონდება როგორც მანამდე, ხო? ხო. კი. ვექნება. კარგი. რა თქმა უნდა. ვინ მოხდა შენ დაждომის უფლება? პატა. კაი ვიხუმრე ხო? ვიხუმრება რა დაждომის უფლება მაინც აგომიცია. არაფერი შეხა ჩემში ერთდროულად იბზის ძველი კეთილი და ახალი ამპარტამანი პაატა და რაღაცები თუ გითხარი ხოლმე ხო ხდები ყურადღება არ მიაქციო. კარგი? და დაიმასურე რასაც გეუბნები. კარგი გეყოფა პატა. შენ ვინ მოხდა სიტყვი შეუბრუნებს უფლება ჩემზე, ჰა? ვინ მოხდა შენზე სიტყვი შეუბრუნებს უფლება? რატომ ვიყურებ ეგეთი სახით? კაი როგორც კიდე ისე მიყურე ხო? ნუ მიყურებ ეგეთი სახით, გითხარი 1000 ჯერ და გაეთრე ჩემი ოთახიდან ეხა საერთოდ. გაეთრე ჩემი კაი თუ კიდე იყავი ხო რა. შედაბალო. შედაბალო. ჯებულაშა. რადგან შენ აი ესეთი სალდღეძოლო თქვი? მე უფლება არ მაქვს, ეს ერთი რაღაც არ მოგახსენო რა. შენ შემოგევლე 100%. შევასწოთ ჩვენი სასმისები. ცოცხლი შემოგევლე. ჯებულაშა. სკანდინავიურ მითოლოგიაში ხო, სკანდინავიური კი. არის ერთი ღმერთი ოდინი. ხო და ამ ღმერთმა იმისათვის რომ ბრძენი გამხდარიყო, საკუთარი ერთი თვალი დათმო. შენც ეგრე ხარ ჩემოლაშა. იმისათვის რომ ბედნიერი ყოფილიყავი, შენი ჭიპი დათმე. ძმაო. შენ გაგიმარჯოს, ლაშა. ჩემო ოდინო. ჩემო ბრძენო და უჭიპო მეგობარო. აი გარე. შეეჭირე მე. ჭიპს კი არა. გულს დავთმობ რა. ნინოს გულისთვის, აი გულს დავთმობ რა. გეიცი რას მეხდი რომ თავარი ის კი არ არის რომ ნინოსთან ვიყო. თავარია რომ ვიყო. აი მაგას ვერ მიხდი და იქნება ამიხსნა რა. ავიც კი რაღაც ორიგინალურად მინდოდა მე თქვა და არ გამო. მოკლედ იმის თქმა მინდოდა რომ ნინო მიყვარს და ჩემთან ერთად მინდა იყოს თქო რა. ხო მაგასაც არ აუშავს, შენიერი, ხო რა. ხო აბარა. ეგრე, ხო, მიდი რა გახურდები მე. ხო. ეგრე. მაშინ ახლა რამე ორიგინალურად თქვი რა გულზე მოგეშვას. ხო. ავიც რა თქვა. გია. ერთხელ ფარსმან მეორე ქუჩაში გამოვიდა. და დაინახა მოხუცი ქვაზე. მოხუცი ქვაზე. ქვაზე იჯდა და კენჭებს ითვლიდა. მივიდა ფარსმან მეორე და კითხა. როგორ ახარო? მოხუცმა უთხრა. აიც ბა რა შე როგორ ახარო? ფარსმან მეორე მიუგო. მადლობთ. მეც კარგად ვარ. რა ხდება შენსკენ ახალი? მოხუცმა უთხრა. აიც არაფერი შენსკენო. ფარსმანმა არაფერი. ჩემსკენაც რა ვიცი, ძველებურად ყველაფერიო. რატომ ზიხარო ამ ქვაზე, ამ ცივ ქვაზე რატომ ზიხარო? კითხა მოხუცს. მოხუცმა პასუხა. რა გინდა კაცო შენ მოგზავნილ ხო არა ხარ? ფარსმანმა უთხრა. მოგზავნილი არა. მე მეფე ვარ. შეკი, აი. მოდი ამ ჭიქით ჩემო გია. რასაც გინდა იმას გაუმართო. როგორ? ასე. აბარა. ვაიმე, ლაშა. ლაშა. აი, გუდათური ბიჭო. ლაშა. გია. ო. აი, მაგიდასთან ნინოს ხედავ.
ან ბედისწერის ამბავი, ან ამიაფასიანი არყის. ბედისწერის ბრალი ყოფილა ბიჭო. ეხლა მისმენი კარგად რა. რა. ეხლა უნდა ადგე შენ, მიხვიდე ნინოსთან და ყველაფერი პირდაპირ უნდა უთხრა. გაიგეში? რას? უცხენია, გია. რა ცხენია? კანჭირო მოიტანეს და სუფრის გარშემო ცემვა დაიწყე, მაგის არ შეგწყვეტ ეხლა. ნინოსთან მისთვის ცხენია? რა უთხრა, გია, რა უთხრა ახლა რომ ივალას. თუ გომაგიჟებ შენ რა, ასე დროს, ასე უნებიან ხოლმე ადამიანს ეგ უნდა უთხრა. მივიდე და უთხრა ძმურად ერთი ჭიქა დაგვილიეთ, ხო? ეხლა შენ უმაიმუნო, გაიგე? მიდი ადექი, დროზე, ადექი, წადი მიდი. მიდი. მიდი და არ გინახეს ორიგინალურობა, დაივიწყე და პირდაპირ უთხარი ყველაფერი, გაიგე? ხო, და ის აკვი, ხაშა, უთხარი ბარე მობიციან, წვერდი ორი ხბოს მწვადით შემომატოს რა. კარგი გია. კარგი, ერთი იყოს. ჩემოგია. ახლა შენ ერთი საზაძოლო რო არ თქვა, არ გეპატიება. ვის და შენ? ნამდვილად არ გეპატიება. ამ ჭიქით. მოდი იმ კაცს გაუმარჯოს, რომელმაც თავისი წარსვლით მე და კიდე მილიონობით ადამიანი დაადარდიანა. 27 წელიწადი უშროლად გვაბედნიერებდა და გვახარებდა. ხოდა ამ სასმისით ჭეშმარიტ რაინს სერ ალექს ფერგიუსონს გაუმარჯოს. გეგაგებაჭოს ფერგი. ოჩაღია კარგად გამოგივიდა. დაასხიგია. რავ. რა. მივედი, შეხედე. მივედი და ვასიკო დაჩოქილი დამხვდა და გაწვდილი ქონდა ესე ბეჭედი, ხელის თხოვა. ნინოს დაასხი მაგის და ამასხამ ჩემო. განსხვავებულში დაასხი, განსხვავებულში. განსხვავებულს მოატაინებ ოფიციალტო. და კიდე ბატონო პაატა. ღრმად პატივცემულო ბატონო პაატა. ეხლა გისმენ ხელქვეითო. გარდა კაბინეტისა მოგემსახურება პირადი მძღოლიც. რა მძღოლი მეყოლება? კი. მართლა? კი. ესე იგი ჩემი ბავშვობის ოცნება ახთა, ხო? შენოსება მძღოლი იყო? არა, მძღოლი არა, უბრალოდ ყოველთვის ოცნებობდი, რომ მანქანით მემგზავრა უფასოდ და მე ამის გამო არ ახსენებდი. ეხლა სულ ცემდნენ ხომ ესე და ხო ხდება. და კიდე გეყოლება მდივანი. და იქ სადაც რო დააწვევი, რასაც გინდა იმას თხოვ. დივანი მეყოლება? ой, მე რა მაგარია, მთელი ცხოვრება ვოცნებობ, წარმოიდგინე რომ ჩემს ვინმე მეგობარს ყავდეს მდივანი მეთქი და მე მყავს ეხლა მდივანი. შეხვდები რა რა მაგარია, მოიცა ამას დავაჭერ, რასაც მე იმას თხოვ. კი. ყავა შეიძლება. ყავა რა თქმა უნდა. შეიძლება ხო? დავაჭირო? ერთი ყავა თუ შეიძლება? შენს გინდა ყავა? კი, დავაჭირო. შენ ბუფეტში დალიექვებით. ისე ძალიან მაგარი დღე არის დღეს და ჩემი დაწნაურების ამბავ უნდა აღვნიშნო აუცილებლად და ჩადი ახლა ბუფეტიდან ლობიანი ამომიტანე. მარტო ლობიანი? მართალი ხარ, 2 ლობიანი ამომიტანე. თან მინს დაუწყე შეიძლება. არ ხარ შენ ნორმალური რა. რა? ვინ გითხრა? ვინ გითხრა? გეკითხები ლაშა იყო მოსული და იმან გითხრა, ხო? აღიარე, ლაშა იყო მოსული და იმან გითხრა, ხო? და ვის რა უნდა ეთქვა? ხო, კაი, რა ვიცი, წადი ხო, კაი, წადი. პატა. წადი თორ დავაჭერი ცოტა. პატა. წადი მეთქი. პატა. წადი. პატა. არა, კახა, წადი. წადი. მაგარია, წარმოიდგინე, ახალი კაბინეტი მაქვს, უფროსი ვარ. მძღოლი მყავს. დივანი მყავს. და რა ვიცი, ფაქტობრივად რა, ცოლი მაკლია რა. ცოლი და ბებია. აი, ეს არის ჩემი სახლი.
ვა, რა მაგარი ბინა გქონია. მარტო ხარ? კი, თუ რომელიმე მეზობელმა რომელიმე კედელი არ გამოანგრია და აქ არის კიბო. ვაფასებ შენში იუმორის გრძნობას. ხო, მაშინ ვიხუმრე. ხელს არავინ არ გვიშლის და რამე ხო არ გავაკეთოთ. რა? საჭმე. საჭმე. ხო, გავაკეთოთ. წამოდი, თან დავლიოთ რამე. კარგი, რა გაქვს? გვაქვს მინერალური წყალი, წვენი, ლუდი, ღვინო, მაგრამ ესენი სადდევს არ ვიცი. კარგი, არა უშუალოდ. რა გავაკეთოთ საჭმელი? მოდით რა ვქნათ. მე ჩავალ მაღაზიაში, პროდუქტებს ამოვიტან, ხო? თან რამე დასალევსაც წამოვიგებ. ხო, აფთიაქში შევივლი, თავი მტკივა 2 დღეა და წამალს ვიგებ. კარგი. ვაგონებში ჩაისი და იმერელი ვა გია დამაბი ბოლოს თრალი რო ვიყავი და უცხო გოგო ვნახე ცოლად მოვიყვანე და არ მინდა იგივე განმეო აშა შეგენა ეუნები ბეკას ბიჭო ნუ ამოყავს ეს გოგოების სახში ნუ ამასინაცაც რა მოიყვანე ის გახსოვს ის ხა ის გახსოვს და სხვა მოუყვანე ეუნები ამ სახში ნუ მოყავს ეს გოგოები თორე მე შეყვარებულს ამოიყვან მე სხვა რაღაცას ვიფიქრებ და შევწყვები მეთქი 100%-იანი 100%-იანი კაცრავად თქვენ ვინ ხართ შენ ახლა მარა შენ ვინა შენ მე ბექა ზოლი კლასელი ვარ ადო ჩვენც ბექას კლასელები ვარ ლაშა ძოლიანი კაცი ხარ ხა მას ხოც ლაშა აი ისიც აი ესე იჯდა შენსავით რა მივიდა ის ბედოვლათი დაუჩოქა მიაწოდა ეს ბეჭედი ხელის თხოვა მე კი დამტოვეს ჩემს გრძნობებთან აი ესე მიმაგდეს და მიმატოვეს ლაშა ყოროჯად სასიმონო მაგრამ ვერ მივხვდი რა მითხარით მე ახსნი ყველაფერს ჩემი გი აქ არის მე ყველაფერს ახსნი ესე იგი ჩემი ლაშას ცოლს თავის მას შეყვარებულმა ანუ ცოლის შეყვარებულმა ცოლობა სთხოვა აი ეგ მაგრამ ამ დროს ლაშას უნდა რომ აი თავისი ცოლისთვის ეთქვა რომ მას მოწონს აი ეგ მოსწონს და ამ გოგოს ამ დროს ამ გოგომ ახლა ხო გასაგებად ყვები არა მაშინ ესა ბეკასადა ბექა აფთიაქში წავიდა წამალს ვიყიდია ესე თქვა თქვენ მაგას ახლა წამალს ეძახით ხო რამდენი ხანია რაც აქ ხარ დაახლოებით 1 საათი იქნება 1 საათი იქნება მე კიდე მარინას უკვიშ ეგ სათხაჯოს ბეკამდე ფულსო ხო თავი ხომა შეეცხვინა ჩემო ბეკამ არა მამაინა ცოლოს მაგას ხო ესა ფული ამდენ უნდა მოგცე მე ვიხდი დღეს რა ფული რა ვიცი ხო ფული რა შენ დროს ეგრე იყო და ახლა მე შეიცვალა ეთყობა შეიცვალა ეხლა არის ლაიქები 1 საათი 50 ლაიქი რა ლაიქები ახლა გამოვიტანე კი რა დამაწინაურეს ხარ ხო დამაწინაურეს აბა გაწინაურეს არა ის აი ვიცოდი ლაშა რო არ დამიჯერებდა იმიტომ წამოიღე ის სავარძელი იცი როგორი გახარებული ვარ გაგიჟებული ვარ ლაშა პეტრიერების დოლოტაკი მე არ მოგიტოლა როგორ ახლა ვა გამარჯობა გოგო როგორ ახლა გოგო ვინ არის გოგო მოდი ვინ არის მოდი აი რა მოდი
რა ხდება, ვინ არის? არეკა მამოიყვანა. ცოლია? არა კაცო, რა ცოლია. აბა მეზობელია? ბექამ ამოიყვანა მეთქი რა. გამლელია ხო? ბექამ ამოიყვანა ხო ბიჭო, რა. გავიგე ხო დავიარე დაღლილი მოქალაქია თუ ვინ არის ვერ გავიგე. რა ეს ჯერ ნამყოფი არ არის, თუ რა. არ ვიცი. მოდიო. მოდი ხტემკას გავიგე. გადაობ. მართლა? ბექანა ხერანაშად. გოგო. გია მოდი აქ. აქ ვარ კაცო, რა გინდა? აქ ხარ ხო, მომისმინე ხა. ამ გოგოს უთხარი კიდე 2 დაქალი ამოიყვანოს. 2 არა, კიდე 5 დაქალი ამოიყვანოს, 5. 5? ხო, მიყვარს გოგოები რო ყანყანებენ, ხო, მიყვარს. მიდი და კიდე ფული დაუმატე და უთხარი რომ რაღაცა უზდელობები გველაპარაკოს, მიდი გეხვეწე. მიდი. ესო გაგიჟდა მე მგონია. ლაშა, მიდი ყავა მოადუღე ლაშა, მიდი. გადმოდი აქ ცოტა მოიწი შოზე ხარ. შეპარა, ზედმეტელი ხო არ უნდა. რა ვიცი ლაშა, სამსახურში რომ მითხეს უფროსი ხარო, მეთქი აქაც გაჭირდა და არ გაჭირ მოგაჭრა, ხო? ბიჭი. ძალიან დავაგვიანე უყურე. რა? კანი გაიცანით ხო? კაცო გავიცანით. ჩემი მეგობარია 15 წლიდან მეგობრობ. 15 წლიდან? ხო. ბექანახი. წამოდი მე შევიწყო. მოიცა პაპა დამასწრე. რა თქვი ვინ არისო? მამა მომწონს რა. ჩემი ძველი კლასელია. მოგწონს? ვიდე და? ანი, გაიცანი ეს მამა ჩემია. მიდი მამა, მიდი. ო, ბაშა, მამა ეხლა რა, მამა მე ვარ ბექას მამინაცვალი. ო, თორე მე ვიცნობ. ბექას მამას მე ვიცნობ, ძალიან ესეთი ზრდილი და ესეთი დახვეწილი პიროვნება. ლაშა? პატა? ხო და დავიშალეთ ახლა. ავარიანტია, გია. შალეთ. რა. ატა რა გინდა? გამოდი კაცო დავიშალოთ რაღაც ვარიანტია. ბექანახი. დეტექტივი იყო ახლა ესეც რა. შე გამოდის რომ ქათამი იყო მკვლელი კაცო? აბა თითის ანაბეჭდები ვისგან აიღეს? ეთყობა ძალიან რომ შეა და სულ ქათამი რომ მელანდება. აი მან დავიჭერი რა ეთყობა. პატა, გასაკეთებ, პატა, რა დაგემართ? დაიყო, კედელს ვანგრევ. რატო ანგრევ ძვირს ავაშენებ? რა არის? უიმე გია გითხრა გაგიჟდები რა დამემართ. რა დაგემართ? რა და ჩემი პირადობის მოწმობა დავკარგე, აბა. ის აბა უბრალო კი არ არის, გია ჩიპიანი, რას ლაპარაკო? თუნდა მეცეკი რა მსახსამდე ხო ჩამჩამეთ ხო? ახ რა უნდა შენ პირადობის სამსახურში მჭირდება და რა ოქნა ეხა კაცო აქ აქედანაც. მე აქ როგორ დაკარგე რა? აქ აი რა უნდა აქ შენ პირადობის მოწმობას რა არის? პატა, კარგი რა პატა. ვაიმე ვიპოვე გია. არა, აქ იყო ეხლა როგორ დამეიღე? არა ის ჯიბიში მქონდა. ეს არ არის ნორმალური. ესე იგი, ბავშვის განვითარებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ორსულობის პირველი თვეებია. მე კიდე რა სისულელეებს უყურებ. Discovery იყოს კარგია. ხო ილია, როგორ ხარ? ცუდად რატომ ხარ? გულისრევის შეგრძნება გაქვს, თავბრუ გეხვევა და მუცელიც გაბერილი გაქვს?
მარტო რო ვჭამეთ გუშინ იმან მოგწამლა? ესე იგი მეც მარწმა მომწამლა? ან შეცორსულად ხარ? აუ ილია, ნეტავი მარწყვის ბრალი არ იყოს.